დღეს ორშაბათია და ტრადიციულად დავიწყეთ აქტიურად კვირა. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოგიწოდებთ. დღეს ვისაუბრებთ მუცლის კუნთებზე, პრესის ვარჯიშებზე, რომელიც ყველა ქალბატონისთვის, არა მარტო ქალბატონისთვის სასურველია და ბევრს ვშრომობთ ამისთვის, რომ გქონდეს ბრტყელი მუცელი. თუმცა რეალურად რა ვარჯიშები უნდა შევასრულოთ და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, ჩემი რესპონდენტი უკეთ აგიხსნით. ნინო აბრამიშვილი იმყოფება დილიდან ჩემთან ერთად. ნინო არის ჩემპიონი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში, ასევე ორგზის ვიცე-ჩემპიონი ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში. ნინო, დილამშვიდობის. რეალურად რა არის ბრტყელი მუცლის საიდუმლო? მოგესალმებით, მინისამოძრაობის ტელემაყურებელს. სანამ უშუალოდ ვარჯიშებზე გადავალთ, გეტყვით, რომ მუცლის კუნთები ანატომიურად იყოფა წინა, უკანა და გვერდითი მუცლის კუნთებად. ანუ წინა კედელს მიეკუთვნება მუცლის სწორი კუნთი, რომელიც მონაწილეობს სხეულის წინ გადახრაში. უკანა კედელს მიეკუთვნება წელის კვადრატული კუნთები, რომელიც მუცლის შიდა ნაწილში მდებარეობს და მონაწილეობს ხერხემლის წელის მიდამო სტაბილიზაციაში და გვერდითი ირიბი კუნთები, გარე და შიდა ირიბი კუნთები და ასევე განივი კუნთები. განივი კუნთები მონაწილეობს მუცლის ჩაბრტყელებაში, როგორც მაგალითად მშობიარობის შემდგომ პერიოდში მონაწილეობა. ნინო, რეალურად მაყურებელმა ისის, რომ ხშირად ვაკეთებთ პრესის ვარჯიშებს, მაგრამ არ მაქვს შედეგი. მაგრამ რეალურად არის ის, რომ არ ვაკეთებთ ან სწორად, ან არ ვიცავთ კვებას, ან ორივე ერთად. ამიტომ დღეს მე და ნინო უფრო კარგად აგიხსნით, როგორ უნდა გააკეთოთ რამდენიმე მარტივი ვარჯიში, იმისთვის რომ გქონდეთ ლამაზი მუცლის კუნთები. ნინო, პირველი რითი დავიწყოთ? ზედა ნაწილით, ქვედა ნაწილით, გვერდებით. მოგახსენებთ ახლავე, ანუ მუცლის სწორი კუნთი ერთი მთლიანი კუნთია, რა თქმა უნდა და ზოგადად მუშაობს მთლიანად ვარჯიშის პროცესში. უბრალოდ ზედა ნაწილი ზოგჯერ აქცენტირებულია მეტად, ზოგჯერ ქვედა ნაწილია მეტად აქცენტირებული. და შეგვიძლია ვარჩუნოთ ვარჯიშები. მოთავსდებით მატებზე, თქვენ სახლში შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივად ძირს მოთავსდეთ და დავიწყოთ აქცენტირებით ზედა ნაწილზე, ანუ ზედა პრესს ვამუშავებთ. კი ბატონო, აქცენტირებით ზედა ნაწილზე დავიწყოთ. დავწობით ზურგზე. ხო? ანუ ხელები მოვათავსოთ თავს უკან და არა ანუ არ გადააჯვარედინათ, უბრალოდ მოათავსეთ და დავიწყოთ თავის წამოწევა. რადგან მარტო კისერმა არ იმუშაოს. ფეხები ზემოთ ავწვიოთ და გადაჯვარედინებაში და გავაკეთოთ წამოზიდვები, ანუ გამოსუნთქვა, წამოზიდვის დროს და შემდეგ ჩასუნთქვა. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ახლობით ალბათ 15 გამეორება მაინც. სურვილის ამბობ, ჩვენ ახლა ყველას არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ მოვასწროთ სხვადასხვა ვარჯიშების ჩვენება. ეს იყო ზედა ნაწილი აქცენტირებულად, ახლა გადავალთ ქვედა მხარეს. ქვედა მხარეს. ამ შემთხვევაში დავწვეთ ზურგზე, მარტივ ვარჯიშს გაჩვენებთ, ხელები შეგვიძლია განზე, ან დუნდულა კუნთების ქვეშ მოვათავსოთ და ფეხების ერთდროულად აწევა სწრაფად და ნელა დაშვება, ანუ დაშვების დროს ხეთ აუცილებლად სწორად ისწორეთ, ტექნიკური სისწორი აუცილებლად, რომ სწორად ჩაერთოს კუნთი. ამ შემთხვევაში მუშაობს ქვედა მხარე. მხარეზე აქცენტი, დიახ. და ეხლა გადავართ გვერდით ნაწილებზე, რადგან დროში ჩავეტიოთ. თუ დრო დაგვრჩება, კიდევ გაჩვენებთ რამდენიმე საინტერესოს. ეხლა გვერდებზე გადავიდეთ. ეხლა გადავიდეთ გვერდით კუნთებზე. ანუ ხელები ისევ თავს უკან და მოდის, ანუ მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი. ხო? და აქეთ სუნთქვები და ტექნიკური სისწორია მნიშვნელოვანი. საკმაოდ რთულია, მინდა გითხრათ. თუმცა დამწყებისთვის მაინც არც ისე რთულია, თუ ნელ-ნელა დაიწყებთ ცოტა გამეორებას. ნინო, ეხლა ეს იყო გვერდითა ნაწილები. ირიბი კუნთები. ჩვენ მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ დამწყების შემთხვევაში რამდენჯერ შეიძლება ეს ყველაფერი გავიმეოროთ? დამწყების შემთხვევაში შესაძლებელია 10-12 გამეორებები. ერთი რამ მინდა აღვნიშნო კიდე, მუცლის ლამაზი პრესის გამოკვეთისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება ასევე. პრიორიტეტი არ არის აქ ყოველდღე პრესების კეთება, ენრაოდენობა, ანუ რაც უფრო ნაკლებია მუცლის ცხიმი, მით უფრო ლამაზად გამოიყურება ჩვენი პრესი. აი ეს მინდა და მაყურებელს ვცოდნოდა, რომ რეალურად კარგი და ბრტყელი მუცლის საიდუმლო არ არის მხოლოდ ის, რომ მე ყოველდღე ვაკეთებ პრესებს და ვიმეორებ უამრავჯერ. არა, აუცილებელია სწორი კვება, რა თქმა უნდა, ვარჯიში და მათ შორის უნდა ჩართოთ კარდიო ვარჯიშებიც, იმიტომ რომ კარდიო ვარჯიშები გვეხმარება როგორც ისიც ცხიმის წვაში. ასე რომ როცა ივარჯიშებთ, როდის გავაკეთოთ პრესი? ვარჯიშის დასაწყისში თუ ვარჯიშის დასასრულს?
მაინც უმჯობესია ვარჯიშის ბოლოს. ვარჯიშის ბოლოს. და ბოლოს მინდა სანამ მაყურებელს დავემშვიდობები, ვუთხრა რომ ეს იყო სამი მოძრაობა, რომელიც ვრცლად ესე ვერ გაჩვენეთ, მაგრამ აუცილებლად გაიმეორეთ 10-15 ჯერ მინიმუმ და მიდით 3 ჯერ, 4 ჯერ, რამდენჯერაც შეძლებს და იმისთვის რომ გქონდეთ ლამაზი მუცლის კუნთები, კიდევ ვიმეორებ, აუცილებელია დაიცვათ სწორი კვება, რაც შეიძლება მეტი ივარჯიშოთ, ისე ირნეთ სუფთა ჰაერზე, თუნდაც ფეხით და მოკლედ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანსაღი ცხოვრების და კიდევ არ დაგავიწყოთ რომ როგორც მე აღნიშნა, განსაკუთრებით ქალბატონებს აინტერესებდათ რომ მშობიარობის შემდეგ დამრჩა მუცელი, მაგრამ ამ ყველაფრის მოგვარება არის მარტივად შესაძლებელი, შესაბამისად ივარჯიშეთ, ჩვენ ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ.